ერთ-ერთი ვიდეო, რომელიც ბრალდების ხარეს მტკიცებულებად აქვს წარმოდგენილი, ეს არის Facebook გვერდ დაფიონის გვერდზე განთავსებული 14 წუთისა და 20 წამის ხანგრძლივობის ვიდეო, რომელ ვიდეოში ზვია ცეცხლაძე აკეთებს განმარტებას, განცხადებას და მიმართვას, სადაც ის მოუწოდებს მოქალაქეებს რა ფორმით და რა მეთოდებით უნდა დაიცვან თავი. მიგვაჩნია, რომ თავდასხმის პროპორციულად ზვია ცეცხლაძე აკეთებს განცხადებას, მოუწოდებს მოქალაქეებს, აქციაზე გამოცხადებულ მოქალაქეებს, რომ მათ სხვადასხვა მეთოდებით შეძლონ თავდაცვის განხორციელება, თავდაცვა მოახერხონ. და ეს ვიდეო ბრალდების ხარეს მიჩნეული აქვს, რომ თითქოს ზვია ცეცხლაძე ამ ვიდეოთი აკეთებს საჯარო მოწოდებას და ამ საჯარო მოწოდების სანაცვლოდ შესაბამისად განხორციელდა სტრატეგიულ ობიექტზე, მათ შორის პარლამენტზე თავდასხმა. მიგვაჩნია, რომ ეს ვიდეო თავისი შინაარსით არ არის თავდასხმითი, ეს ვიდეო არის აბსოლუტურად თავდაცვითი ხასიათი, სადაც ზვია ცეცხლაძე აკეთებს განცხადებას და ეს ვიდეო ერთ-ერთი ძირითადი მტკიცებულება ბრალდების ხარისგან წარმოდგენილი, რომლის საფუძველზე დღეს ზვია ცეცხლაძეს ბრალი ედება 225 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აქვე არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, თუნდაც ეს ვიდეო იყოს თავისი შინაარსით მოწოდება, რომ მიიღონ პირებმა, პირთა ჯგუფმა მონაწილეობა თავდასხმაში, უნდა არსებობდეს სამართლებრივი ნიუანსი, მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას, უნდა არსებობდეს დადასტურებული ფაქტი, რომ ზვია ცეცხლაძის ეს მოწოდება ნახა პირმა ან პირთა ჯგუფმა და ამ მოწოდებას მოყვა შედეგად მისი მოწოდების გაზიარება, გაცნობიერება და მას მოყვა შედეგად მოქმედება. ასეთი ფაქტობრივად არც ერთი მტკიცებულება არ არის. აბსოლუტურად გეთანხმებით. კი ბატონო, შესაბამისად მის მოქმედებას რომ მოყვა შედეგი, ეს უნდა იყოს გამოკვეთილი, მაგრამ არც ერთი მოწმე, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, რომლებსაც ედავებიან, რომ მათ ჯგუფის წევრები არიან ისინი, არც ერთი ეს მოწმე არ საუბრობს იმაზე, რომ ზვია ცეცხლაძის მიერ გაჟღერებული გავრცელებული ვიდეოს რგოლის ნახვის შემდეგ მიიღეს მონაწილეობა თავდასხმაში. შესაბამისად, ეს კონკრეტული მოწოდებაც რო იყოს, სამართლებრივად უნდა იყოს მასში პირდაპირ დამდგარ შედეგთან, რაც ბუნებრივი არ გვაქვს და შესაბამისად თვითონ ფორმალური ხასიათი არ არის დანაშაულის. იმის მიუხედავად, რომ ზვია ცეცხლაძეს პირადად არ ეკუთვნოდა ეს და მის სახლში ეს ნივთები არ ყოფილა განთავსებული, მისივე განმარტებით მას ეს ნივთები ჩაუდეს, აი ეს ნივთები დარჩა სისხლის სამართლის საქმეში, როგორც ბრალდების ხარის მტკიცებულება. აქ არის საუბარი რამდენიმე კილა ზეთითა და ბენზინით გაჯერებულ კილაზე და ასევე მოლოტოვის კოქტეილებზე, რომელიც როგორც ბრალდების ხარის ვერსია, თითქოს ზვია ცეცხლაძე ამას იყენებდა, უნდა გამოეყენებინა პოლიციელებზე თავდასხმისთვის, რაც რეალურად ზვია ცეცხლაძის განმარტებით აბსოლუტურად აზრს მოკლებულია ეს ლოგიკა და ზვია ცეცხლაძეს ეს ნივთები პირადად სახლში არ ქონია, ეს ნივთები მისივე თქმით არის ჩადენილი. 4 დეკემბერს შევიტყვე თუ არა, რომ ზვია ცეცხლაძის საცხოვრებელი სახლის შრეკა ხდებოდა, დამიკავშირდა მისი ოჯახის წევრი, მამა და მაცნობა რომ იყო მის საცხოვრებელ სახლში შრეკა, გამოცხადდი ადგილზე და მოვითხოვე მისი საცხოვრებელი სახლის შრეკისას დასწრება. და შესაბამისად პასუხად მივიღეთ უარი, რომ ამის უფლებას ჩვენ არ გვაძლევდა საგამოძიებო ორგანო. უარის გაცხადების მიუხედავად ეს ყველაფერი დაფიქსირდა, შესაბამისად კადრები არსებობს ამის და ვიდეო მასალა, სადაც მე როგორც ზვია ცეცხლაძის ადვოკატი დავით ჭიკაიძე ვითხოვდი პროცესზე დასწრებას, შრეკის მიმდინარეობაზე დასწრებას, მაგრამ პასუხად მივიღეთ კვლავ უარი. ჩვენ ამ კონკრეტული ჩანაწერის გამოთხოვის შუამდგომლობით მიმართეთ საქალაქო სასამართლოს სამჯერ დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართეთ და ვითხოვდით, რომ წარმოდგენის შესაძლებლობა ქონოდა წარმოგვედგინა ეს კონკრეტული მტკიცებულება, მაგრამ სასამართლომ გითხრა უარი. ეს კონკრეტული მტკიცებულება პირდაპირ უკავშირდებოდა სისხლის სამართლის საქმეზე ამ მნიშვნელოვანი მტკიცებულების დასაშევება დაუშვებლობის საკითხს, მაგრამ როგორც ზემოთაც გითხარით, სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. კონკრეტულად ზვია ცეცხლაძის დაცვის მხარე ვასაბუთებდი და დავასაბუთეთ, რატომ უნდა ყოფილიყო მითითებული ოქმი და ოქმის შედეგად ამოღებული ნივთები დაუშვებელი მტკიცებულება, თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა ჩვენი არგუმენტები და იმის მიუხედავად, რომ ეს არგუმენტები იყო წონადი, დამაჯერებელი და საფუძვლიანი, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და დაურთო ზვია ცეცხლაძის სისხლის სამართლის საქმეს ეს მტკიცებულებები. სასამართლომ დღეს ასევე მიიღო გადაწყვეტილება და საქმე არსებითად განსახილულად გადასცა არსებითი განხილვის კოლეგიას, მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილებაც არ იყო დასაბუთებული, რადგან ალბათობის მაღალი ხარისხით არ იკვეთებოდა ზვია ცეცხლაძის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების იმ სტანდარტით გადაცემის საჭიროება და საფუძველი, რომ დადგება ალბათობის მაღალი ხარისხით გამამტყუნებელი განაჩენი. შესაბამისად, ერთობლიობაში ეს ორივე მიღებული გადაწყვეტილება მიგვაჩნია, რომ სამართლებრივად არ არის დასაბუთებული. მადლობა ბრძოლისთვის, მადლობა თანადგომისთვის. ვერ დავინახე ვერანაირი ბრალეულობა შექმნებაში
რამდენიმე საკითხი არის. ერთი არის ამ მტკიცებულების ფორმალურად მოპოვების წესი იყო თუ არა დაცული, თუ წესი არ იყო დაცული, რა შინაარსიც არ უნდა ჰქონდეს მას, ის არის დაუშვებელი მტკიცებულება, ამას ამბობს საქართველოს კანონმდებლობა. და განსახილველ შემთხვევაში ეს იყო ფარული საგამოძიებო მოქმედება და ფარული საგამოძიებო მოქმედებაზე აუცილებელი არსებობდეს სასამართლოს განჩინება. განჩინების არარსებობის პირობებში ფარული საგამოძიებო მოქმედებით მიღებული მტკიცებულება ნებისმიერი შინაარსის არის დაუშვებელი ვერ გამოიყენება. მაგრამ განსახილველ შემთხვევაში მაინც იქნა ეს დაშვებული მტკიცებულება ცნობილი, ეს იყო ერთ-ერთი ის საფუძველი, რის გამოც მე მოსამართლე საცილების საკითხი დავაყენე. რაც შეეხება თავად შინაარსს, ჩვენ მაგაზე ვაპელირებდით, რომ ეს დასაშვები მტკიცებულებაც რომ იყოს, მტკიცებულება არ ასახავს დანაშაულს და რატო? იმიტომ რომ ბრალი, რომელიც ვეფხისტყაოსნის კასრაძეს აქვს აყენებული 225 მუხლი, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, რომელსაც თან ახლავს პირის ან ნივთის დაზიანება. დაახლოებით ესეთი შინაარსის მუხლია. შესაბამისად, სვამთ კითხვას, ამ ვიდეოში ჯგუფი ჩანს, ამ ვიდეოში პირის ან ნივთის დაზიანება ჩანს, არ ჩანს და თუ ეს ნიშნები არ ჩანს და ეს ნიშნები მუხლის თანახმად არის აუცილებელი კომპონენტები იმისთვის, რომ ჩვენ ჩავთვალოთ, რომ დანაშაული მოხდა. მაშინ რის საფუძველზე უნდა მისცეს არსებითად განხილვის შემდეგ სასამართლო პირი პასუხისგებაში. და თუ ესეთი ალბათობა არ არსებობს, მაშინ საქმე უნდა შეწყვეტილიყო. ეს იყო ჩვენი შუამდგომლობის საფუძველი. მტკიცებულებათა ერთობლიობამ შეიძლება დაადასტუროს პირის ბრალეულობა, ხო? ამ შემთხვევაში გარდა ამ ვიდეოსი, რომელზეც ცალკე კიდევ გაგვთ თქვენ პრობლემური ნაწილი გამოყავით, არის თუ არა რაიმე მტკიცებულება ან გამოკითხვის ოკნი? კი, ეგეთი მტკიცებულება სრული პასუხისგებლობით ვამბობთ, რომ არ არსებობს. საქმეში არსებობს პოლიციელების გამოკითხვის ოქმები, რომლებიც ამბობენ, რომ რუსთაველის გამზირზე ამ აქციის მიმდინარეობის დროს ვიღაცები ქვებს ისროდნენ, დაზიანდა პარლამენტის შენობა, პოლიციელი დაზიანდა, მაგრამ უშუალოდ ეს ქვის სროლა რო ვეფხიას მიერ იყო დაორგანიზებული, ამას ერთ-ერთი ვერ ამბობს და ვერ იტყვის, იმიტომ ეგეთი რამ ბუნებაში არსებობს. და შესაბამისად ერთადერთი მტკიცებულება არის ის ვიდეო მტკიცებულება. ვეფხია კასრაძის ეს ვიდეო არის TV იმედის Facebook გვერდზე ატვირთული. ხო, და როცა ვსვამთ კითხვას, რომ იმედს საიდან აქვს ეს ინფორმაცია, ამ კითხვაზე პასუხი არ არის.